ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ივნისის თვე სასიყვარულო კუთხით ყველაზე პოზიტიური იქნება. ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ ივნისის თვის სასიყვარულო თემებზე. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. მე ვარ გეორგი ხუბულავა, ასტროლოგი. პლანეტა ვენერა ივნისის დასაწყისში გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში და იგი ტრიგონს ქმნის მარსთან, კვადრატურას პლუტონთან, ხოლო სექსტილს მერკურისთან. პლანეტა ნეპტუნი შეერთებაშია სატურნთან, კვადრატურას ნეპტუნი ქმნის მერკურისთან და იუპიტერთან, ხოლო სექსტილს პლუტონთან და ურანთან. აღმავალი კვანძი მდებარეობს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი კვანძი შესაბამისად მდებარეობს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. სასიყვარულო კუთხით ივნისის მეორე ნახევარი უფრო პოზიტიურია ვიდრე ივნისის პირველი ნახევარი. ივნისის პირველ ნახევარში შანსია რომ ახალი ადამიანი გაიცნოთ მეგობრების დახმარებით. აი ივნისის მეორე ნახევარში კი სასიყვარულო მიმართულებით სასარგებლო იქნება გარემოს გამოცვლა. ივნისის მეორე ნახევარი ზოგადად ახალი პარტნიორული ურთიერთობის დასაწყისია. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოებზე. ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომლისთვისაც ივნისის თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის კურო. კუროებს გირჩევთ ივნისის მეორე ნახევარში ახალი ადამიანის გასაცნობად გარემო გამოიცვალოთ. გადით ქალაქ გარეთ. ზოდიაქოს მეორე ნიშანი, რომლისთვისაც ივნისის თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის კირჩხიბი. შანსია რომ კირჩხიბები ივნისის მეორე ნახევარში მეგობრების დახმარებით გაიცნობთ ახალ ადამიანს. ზოდიაქოს მესამე ნიშანი, რომლისთვისაც ივნისის თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის თევზები. თევზებისთვის ივნისის მეორე ნახევარი ახალი პარტნიორული ურთიერთობის დასაწყისია. ასე რომ არ გამოგრჩეთ. სასიამოვნო ივნისს გისურვებთ. დროებით.